საომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მთავარი აჭარაში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გესაუბრებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. Რატომ ვერ შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? დაპირისპირება ღრმავდება, ერთიანი სტრატეგიის შემუშავების შანსი კი მცირდება. ორბანაკად გაყოფილი ოპოზიცია და კონკრეტული გეგმის შეთავაზების გარეშე დატოვებულია მომრჩეველი. ამჯერად პასუხებს ვისმენთ ახალგაზრდებისგან, რომლებიც თავად არიან პოლიტიკური პროცესის მონაწილეები და წარმოადგენენ პარტიებს, რომლებიც ანხია ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს, ამ პირიქით მზად არიან ბრძოლისთვის ადგილობრივ დონეზე. როგორია მათი მოსაზრებები და სად გადის ზღვარი სტრატეგიასა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შორის. დღევანდელ გადაცემაში ვარკვევთ, რა მოსაზრება აქვთ ახალგაზრდებს ოპოზიციაში. იბრძვიან ერთმანეთის პოზიციების წინააღმდეგ თუ ერთმანეთის მხარდამხარ და შეიძლება თუ არა რომ სწორედ ეს ახალგაზრდები გახდნენ შეთანხმების გზის გამსაზღვრელები. მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. მთავარი აჭარაში დღეს ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მწვავე თემას ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს და მის ირგვლივ შექმნილ ოპოზიციურ განხეთქილებას დაეთმობა. 4 ოქტომბერს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მერებსა და საკრებულოებს აერჩევს, რაც ერთი შეხედვით წმინდად ლოკალური მნიშვნელობის მოვლენაა, თუმცა როგორც ხედავთ, ის უკვე იქცა ეროვნული მასშტაბის პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრად. ჩვენი დღევანდელი მსჯელობის მთავარი ღერძი სწორედ ის რთული და ხშირად წინააღმდეგობრივი ურთიერთობებია, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს შორის ყალიბდება ამ არჩევნების წინ. მთავარი კითხვა კი არის ის, თუ როგორ შეიძლება შეთანხმდნენ ძალები, რომლებიც ერთი მიზნის ხელისუფლების შეცვლის ირგვლივ უნდა ერთიანდებოდნენ, მაგრამ საჯაროდ ერთმანეთს უპირისპირდებიან და ერთმანეთს ბოიკოტს უცხადებენ. დავიწყოთ იმით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი განხილვის თემაა ქართულ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში მამუკა ხაზარაძემ, რომ მამუკა ხაზარაძის ძლიერ საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის გამო გამკრიტიკებელ ყველა სუბიექტს პოლიტიკური სტრატეგია დაუწუნა, რამაც ბუნებრივია მწვავე რეაქციების გამოიწვია კოლეგებში. ხაზარაძემ ფაქტობრივად ღიად განაცხადა, რომ ის არ იზიარებს იმ ნარატივს, რომელიც ძლიერი საქართველოს სავარაუდო გასვლას მუნიციპალურ არჩევნებზე კრიტიკულად აფასებს. ამ განცხადებას მოყვა გვარამია მელიას გუნდის საპასუხო ნაბიჯი კოალიცია ცვლილებებისთვის. მამუკა ხაზარაძეს თამაშის ახალ წესებს თავაზობს პრინციპულად განსხვავებული პოზიციების გამო. ისინი ლელოს ლიდერთან პირისპირ დიალოგზე უარს აცხადებენ, თუმცა საჯარო დებატებზე თანხმდებიან კონკრეტული პირობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის შიგნით არსებული უთანხმოება იმდენად ღრმაა, რომ პირისპირ კონსულტაციებიც კი შეუძლებელი ხდება და კომუნიკაცია მხოლოდ საჯარო სივრცეში გარკვეული წინაპირობების დაცვით არის შესაძლებელი. რა პირობებზეა საუბარი? სავარაუდოდ ეს არის გარკვეული დღის წესრიგი, თემების შეზღუდვა, დებატების ფორმატი, რომელიც მათთვის უფრო მისაღები იქნება. ამ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებს ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი ლელოს მიმართ. ექს-პრეზიდენტის პარტიამ ფაქტობრივად ღიად განუცხადა ხაზარაძე ჯაფარიძეს, რომ ოპოზიციურ ველზე მათ ლიდერობას არასდროს დაუშვებს. თუ თეორიულ მსჯელობას გავწდებით, ამ ფაქტობრივად პოლიტიკური ეს ნიშნავს ფაქტობრივად პოლიტიკური ომის გამოცხადებას და აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს წარსულშიც ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, შესაძლოა ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდეს არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ნაციონალური მოძრაობა, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი და გამოცდილი ოპოზიციური პარტია, არ აპირებს ლიდერობის პოზიციის დათმობას და მზად არის ყველა საშუალებით იბრძოლოს მისი შენარჩუნებისთვის. ამ განცხადებებს მოყვა მიხეილ სააკაშვილის ჩართვათ, რომელმაც გახარიასა და ხაზარაძეს ჯაფარიძეს ამავე დროს გუნდებს წარსული გამოცდილება სასამართლო პროცესიდან შეახსენა. ეს იყო ემოციური და პირადი შეხსენება წარსული დაპირისპირებების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სავარაუდოდ ოპონენტების დისკრედიტაციას და მათი პოლიტიკური რეპუტაციის ეჭქვეშ დაყენებას. სააკაშვილი, როგორც ჩანს, ცდილობს ამ დაპირისპირებას პირადი ელფერი შესძინოს და ძველ გადაუჭრელ კონფლიქტზე ააგოს ნარატივი. ექს-პრეზიდენტის განცხადებებს ექს-პრემიერის გუნდიდან უპასუხეს, გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ სააკაშვილის განცხადებები პოლიტიკურ პროცესზე გავლენას საერთოდ ვერ მოახდენს.
კახარიას გუნდში ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ისაუბრებენ, თუ ბარიერ გადალახული პარტიები მერობის ნეიტრალურ კანდიდატებზე იმსჯელებენ. ეს ნიშნავს, რომ კახარიას გუნდი არ აპირებს დაუჭიროს ხარი რომელიმე პარტიის ლიდერის კანდიდატურას და ცდილობს შეთანხმებაზე დაფუძნებული პოლიტიკურად მიუკერძოებელი კანდიდატის გამოვლენას. ეს მიდგომა შესაძლოა მიზნად ისახავდეს მათი პარტიის დამოუკიდებლობისა და ახალი პოლიტიკური ხედვის ხაზგასმას. ამ ფონზე 4 ოპოზიციურ გაერთიანებას პოლიტიკურ ტაქტიკას უწუნებს კირჩი პარტიაში, სადაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადებიან. დარწმუნებულნი არიან ისინი, რომ ოპოზიცია შეთანხმებას ვერ მიაღწევს. კირჩის პოზიცია ყოველთვის გამორჩეული იყო და ისინი ხშირად აკრიტიკებდნენ ოპოზიციური პარტიების ტრადიციულ მიდგომებს. მათი სკეპტიციზმი ოპოზიციის გაერთიანების მიმართ გასაგებია, იმის გათვალისწინებით თუნდაც, რომ პრობლემები ახლავს ამ ყველაფერს თან მათ შორის არსებულ კომუნიკაციას და შეთანხმების პროცესს. კირჩი, როგორც ჩანს, თავის გზას აგრძელებს და სხვა ოპოზიციური ძალების სტრატეგიებში ჩართვას პრინციპში არც არავინ ითხოვს მათგან. ამ ოპოზიციური შუღლის ფონზე კი მართველი გუნდი ქართული ოცნება დარწმუნებულია ოპოზიციის დამარცხებასა და საკუთარ გამარჯვებაში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ბარიერ გადალახულმა სუბიექტებმა პოლიტიკური პერსპექტივა უცხოელი დამფინანსებლებისა და ანტისახელმწიფოებრივი დაკვეთების შესრულების გამო დაკარგეს. ეს არის მართველი გუნდის კლასიკური ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ხშირად გარე ძალების გავლენის ქვეშ ყოფად და ანტისახელმწიფოებრივად წარმოაჩენს. ამგვარი რიტორიკა, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავს ოპოზიციის დისკრედიტაციას ამომრჩევლის თვალში და საკუთარი ლეგიტიმაციის მიღწევას. ქართული ოცნება, როგორც ჩანს, თავდაჯერებულია და თვლის, რომ ოპოზიციური დაპირისპირება მხოლოდ მათ სასარგებლოდ იმუშავებს. როგორც ხედავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული, გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ მერებისა და საკრებულოების წევრების არჩევა. ეს არის დიდი პოლიტიკური ბრძოლის არენა ამ ეტაპისთვის, სადაც ოპოზიციური პარტიები არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ერთმანეთსაც უპირისპირდებიან. ოპოზიციური ველის ასეთი ფრაგმენტაცია, დაპირისპირება ლიდერებს შორის, ბოიკოტები და უთანხმოებები ბუნებრივია კითხვებს აჩენს მათი წარმატების პერსპექტივებთან დაკავშირებითაც. რამდენად შეძლებენ ისინი ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას ასეთი გაყოფილი და კონფლიქტური მდგომარეობით. რამდენად ეფექტური იქნება მათი საარჩევნო კამპანია, როდესაც ძალების ნაწილი ერთმანეთთან ბრძოლაზეა კონცენტრირებული. ამასთანავე საინტერესოა, როგორ აისახება ეს დაპირისპირება რეგიონულ დონეზე. შეძლებენ თუ არა ადგილობრივი ორგანიზაციები საერთო ენის გამონახვას, თუ კი ცენტრალური პარტიების ლიდერები ასეთ მწვავე კონფლიქტში არიან ერთმანეთთან შესული. რამდენად მოტივირებული იქნება ამასთანავე ოპოზიციური ელექტორატი, როდესაც ხედავს ასეთ შიდა კონფლიქტებს. ჩვენი დღევანდელი გადაცემა სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავს მიზნად. ახალგაზრდა პოლიტიკოსების ხედვა, მათი ენერგია და მიდგომები შესაძლოა სწორედ ის იყოს, რაც ქართულ პოლიტიკას სჭირდება ამ ჩიხიდან გამოსვლელად. ჩვენ მოვისმენთ მათ ანალიზს, შეფასებებს, იმედია გზებსაც, როგორ შეიძლება ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს. მაშასე ჩვენი სტუმრები არიან ნიკოლოზ მირცხულავა, კოალიცია ცვლილებებისთვის, აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ ბერიძე, ლელო ძლიერი საქართველოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და გიორგი ჩხაიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჩვენ მოვიწვიეთ, მაგრამ დროის უქონლობის მიზეზით არ ყავს სტუდიაში კახარიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, რაც სამწუხაროა. მოგესალმებით თქვენ ახალგაზრდებო, მადლობა ყველა თქვენგანს იმისთვის, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. არჩილ, ბუნებრივია თქვენგან დავიწყებ ამ შემთხვევაში. ხო, და მე თქვენი კოლეგები, თქვენი მეგობრები გიპასუხებენ სავარაუდოდ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დავიწყოთ ყოველმთავარ კითხვით. ჩვენ გვისაუბრია მათ შორის ამ სტუდიაში იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციურ ველზე თანხმობა, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს ისედაც პოლიტიკური კრიზისის ფონზე კიდევ უფრო გამწვავებული კრიზისია ოპოზიციურ პარტიებს შორის. მამუკა ხაზარაძემ ერთგვარი კონტრიერიში მიიტანა
ნაციონალურ მოძრაობაზე და არა მარტო ნაციონალურ მოძრაობაზე, ხო? ძლიერი საქართველოს კრიტიკა დაუწუნა იმ პარტიებს, ვინც თქვენი პარტიის, თქვენი კოალიციის სავარაუდო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში გააკრიტიკა. რატომ მიგაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ძლიერი საქართველოს არჩევნებზე გასვლა არ უნდა იყოს კრიტიკის საგანი? რა თქმა უნდა, თქვენი მოსაზრება იქნება ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო, როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ინტერესდებით მსგავს თემებით აჭარაში განსაკუთრებით. რაც შეეხება კითხვას, ალბათ ძლიერი საქართველოს ინიციატივა, რომ ვიდისკუსიოთ იმ საკითხსა და გავხსნათ, ასე ვთქვათ, სადისკუსიო თემა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ დაიწუნა ნაციონალურმა მოძრაობამ და კოალიცია ცვლილებებისთვის, ანუ პარტია ახალმა, რომ ისინი ვერ შეეგვენ ერთ რამეს. ოპოზიციაში დღეს არსებობს ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. აქ ქართველმა ხალხმა გაყალბებული არჩევნების მიუხედავად ასე ვთქვათ, ხო, ბოდიში გაყალბებული არჩევნების მიუხედავად შედეგებმა აჩვენა, რომ 4-ვე ბარიერ გადალახული პარტია სარგებლობს თანაბარი მხარდაჭერით, რაც ნიშნავს, ეს ნაკლია თუ უპირატესობა ოპოზიციური პარტიების თანაბრობა არჩილ. თუ რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიების სურვილი არის, რომ ერთიანი ძალებით შეცვალონ ხელისუფლება და მე დარწმუნებული ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პარტიის სურვილიც, ამბიციაც და შესაძლებლობაც გადის ამაზე, რომ რაც შეგვიძლია მაქსიმალურად გავაკეთოთ, რათა რუსული რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი გაუშვათ სახლში. ამ შემთხვევაში შეიძლება ნაკლი იყოს, თუ კი პოლიტიკური ლიდერები ვერ მოთოკავენ ამბიციებს და მხოლოდ ისაუბრებენ იმაზე, რომ როგორი კარგი პარტია აქვს და როგორ შეუძლიათ თვითონ პოლიტიკური დღესდღეობის წარმოქმნა, მაგრამ ეს ასე არ არის. ერთმანეთთან საუბრის გარეშე არ შეიძლება დღეს პოლიტიკური პარტიები, კი არა, ზოგადად პოლიტიკური დღესდღეობრი შეიქმნას ნებისმიერი თემით. ბათუმი ამისგან ყველაზე განსხვავებულია, როდესაც ჩვენ თუნდაც ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და არა მარტო სხვა პარტიებიდან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, აქტივისტებთან ერთად ვსხდებით, განვიხილავთ საკითხებს, სხვადასხვა აზრების მიუხედავად თანხმდებით საერთოზე, მაგრამ როდესაც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მე ასე მაქვს გადაწყვეტილი და ამ გზას არ გადავუხვევ, ჩემი აზრით არასწორია, იმიტომ რომ ნებისმიერი გზა საჭიროებს განხილვას, საჭიროებს შედეგების აწონ-დაწონვას, განვლილი გზების ანალიზს და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და პოლიტიკური პარტია სწორედ ამისთვის არის, რომ მან საკუთარი შეცდომები გაიაზროს, განვლილი გზა გაანალიზოს სწორად და ობიექტურად და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და არა თავშივე თქვას, რომ აი ამას არ გავაკეთებ, რაც შესაძლოა რამდენიმე თვეში მომგებიანი პოზიციაც კი იყოს და დაგვიანებული ხო არ იყო არჩევნ თუნდაც თქვენი მხრიდან არჩევნებში სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიციის ასე საჯაროდ დაფიქსირება. მაგალითად გახარიეს პარტიამ თავიდანვე თქვა, ხო, დღემდე არ უთქვამს მას გადაჭრით, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ არჩევნებში, მაგრამ გახარია ამბობს, რომ ჩვენ ყველა არჩევნებისთვის ვემზადებით. ამას ამბობს თვეებია უკვე და მას არ უარყვია, რომ შეიძლება არ იყოს მისი პარტია წარმოდგენილი ამ არჩევნებზე, ხო? არც ის უთქვამს, რომ ყველა ვარიანტში მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. აი მსგავსი პოზიციით არ ვიცი პოლიტიკურ ველზე პოზიციონერობა იქნებოდა თუ არა უკეთესი ვარიანტი თუნდაც თქვენი კოალიციის. მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იყო რიგი გარემოებები, რამაც შეაფერხა ეს პროცესი. ჩვენც ძალიან დიდი ხნის წინ ვამბობდით, რომ ვემზადებოდით ნებისმიერი არჩევნებისთვის. ეს არ ეხებოდა კონკრეტულად თვითმმართველობას და როდესაც პოლიტიკურ პარტიას აქვს ამბიცია პარტიობაზე და მის არსებობაზე, რა თქმა უნდა, ის მზად უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის არჩევნებისთვის. რაც შეეხება მაგ კონკრეტულ კითხვას, არჩევნებიდან რამდენიმე დღეშივე მამუკა ხაზარაძემ ჩრდილოვანი კაბინეტის, ასე ვთქვათ, ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბების იდეა შესთავაზა პოლიტიკურ ოპონენტებს კი არა, იმ მომენტში მოკავშირეებს, რომლებსაც უნდა განეხილათ ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაცებმა ვერ დათმეს ამბიცია, რომ დიალოგის პრობლემამდე მივდივართ. კი, ისევ დიალოგის პრობლემა
პრობლემამდე მივედით და სწორედ ეს წარმოქმნა, ოღონდ დიალოგის პრობლემაში მე ჩემ პარტიას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ პირველივე დღიდან არჩევნების გაყალბების პირველივე დღიდან აქტიურად ვიყავი ჩართულები საპროტესტო აქციებში, აქტიურად ვიყავი ჩართულები მოლაპარაკებებში, პრეზიდენტის ფორმატში და ნებისმიერი ტიპის მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის მზად ვიყავით, ვინც კი რამე ინიციატივას წამოაყენებდა ნაციონალური მოძრაობის და თქვენი პარტიის და მთლიანობაში კოალიციის დაპირისპირების თაობაზე გიორგი. მთელი ამ წლების უახლოესი წლების განმავლობაში ერთგვარი შეუთავსებლობა მეტნაკლებად ჰქონდა ლელოს და ნაციონალურ მოძრაობას და ეს გადაძახილები პერიოდულად პოლიტიკური ჩვენ გვესმოდა. თუმცა ახლა გვაქვს აბსოლუტურად სხვა სურათი და ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული ამ არჩევნებში მონაწილეობაზეც და არ მონაწილეობაზეც. არ ვიცი რაღაც ქართული გამოთქმებს თუ დავიხმარებთ, რა ვიცი, ძალიან შორს სწავლობთ მოკლედ ამ მსჯელობაში. პირადად თქვენი ხედვა მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ხდება როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსისგან, როგორ ხედავთ დღევანდელ ოპოზიციურ ველზე შექმნილ ვითარებას, რა პასუხისმგებლობას ხედავთ პირადად თქვენ ამ განხეთქილებაში, რომელიც არსებობს. ჩვენ ხომ არ საუბრობთ აქ დაუშვათ ისეთ პარტიებზე, რომელთანაც იდეური შეუთავსებლობა გაქვთ ხომ? ეს არის თქვენ ხართ პარტიები, რომლებსაც გაქვთ პროევროპული კურსი აღებული და პროევროპულ ევროპელ ამომრჩეველზე გაქვთ სწორება ერთგვარი, ხო? და ამ განხეთქილებას როგორ უყურებთ თქვენ? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. მადლობა თქვენ. ხო, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ყველამ კარგად იცით, ჩვენ კაფიოდ და საჯაროდ გვაქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ ამ ფარში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში. პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ეს არ იქნება პრაგმატულად გამართლებული ქმედება და კიდევ ერთხელ ვნახავთ რუსულ სპეცოპერაციას ქართულ ხალხზე. როდესაც ჩვენ ყველა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით იმაზე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაცია და მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები თანხმდებიან და იზიარებენ ჩვენს ამ პოზიციას და მათ შორის გახარიაც იზიარებს ამ პოზიციას. ეს არის მარტივი აქსიომა. იმის მიხედვით, რომ კიდევ შემდეგმა განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც ჩვენ ქვეყანაში გვყავს 50-მდე უკანონო პოლიტპატიმარი, როდესაც ჩვენთან პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ ერთი მეორეს მიყოლებით, მე არ მიმაჩნია ამ წაგებულ ბრძოლაში და არ მჯერა ზოგადად ამ ფარში მონაწილეობის და გამარჯვების მოპოვების. 2012 წლის შემდეგ, როდესაც ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ერთ-ერთ ეთერში იკითხა ამასთან დაკავშირებით, აი როდის ყოფილაო ან როგორ წარმოგიდგენიათო თუ ამ მიდგომას გამოვიყენებთო რომ ფარსია რომ CSKO არის პოლიტიზირებული რომ ეს მთავრობა გვყავს ისევ მაშინ არასდროს არ უნდა მივიღოთო არჩევნებში 2012 წლის შემდეგ როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ დემოკრატიული არჩევნების გზით გადააბარა ხელისუფლება ავად სახსენებელ რუსულ ოცნებას მას შემდეგ ყველა არჩევნებში ღებულობდა ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას მაგრამ დღეს ფაქტობრივად ქვეყანაში არის ისეთი რადიკალური მოცემულობა რომ არჩევნები არის გაუქმებული როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ CSKO-ს ადმინისტრაცია არის სახეუცვლელი როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ სუსის ადმინისტრაცია არის სახეუცვლელი და მას მართავენ სანქცირებული თანამდებობის პირები ამ ფარში მონაწილეობას და წაგებულ ბრძოლაში შესulis ასე რომ ვთქვათ მოგების პრინციპს მე ვერ ვხედავ პირადად გასაგებია. მადლობა გიორგი, დაგიბრუნდებით ისევ. ნიკოლოსთან გადავალ ახლა კითხვით. თქვენ როგორ ფიქრობთ ნიკოლოს რა გავლენას ახდენს ოპოზიციური პარტიების ეს შიდა დაპირისპირება ამომრჩევლის დობაზე ყოველთვის თავარი. აქ არის ამომრჩეველი, ხო, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არ მიიღებს, ნებისმიერი პარტია ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ თავარ გადაწყვეტილებას იღებს ამომრჩეველი. ამომრჩეველზე რა გავლენას მოახდენს საბოლოო ჯამში ეს დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის და თქვენი პარტიის პოზიცია, ლელოს პოზიცია, რომ ავწონოთ დავახსენე კიდევაც, რომ საჯარო დისკუსიისთვის მზადება თქვენმა კოალიციამ მზაობა გამოთქვა, თუმცა ეს არ იქნებაო რაღაც კულუარებში და იქ არ გაიმართებაო ასეთი მოლაპარაკება. კი ბატონო, ღიად და საჯაროდ ასეთია თქვენი კოალიციის პოზიცია.
როგორც წარმოგიდგენიათ ეს პროცესი და ამომრჩევლის ინტერესები ერთი მხრივ და მეორე მხრივ კიდევ ერთხელ განმეორდები რომ თქვენს პროევროპულ კოალიციას წარმოადგენთ და პროევროპულ პარტიებს შორის ძალებს შორის ასეთ დაპირისპირება რამდენად იმოქმედებს თქვენს არ ვიცი პოპულარობაზე თუ ელექტორატზე რომელიც თქვენ გიჭერთ მხარს პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის დღევანდელ დღეს. სამწუხაროა დღეს რომ გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელიც რო არ ყავს, მაინტერესებდა მათთან დაკავშირებითაც რამოდენიმე მე ძალიან მაინტერესებდა ახალგაზრდული თემა უნდა ყოფილიყო დაარიელზე. არ მოვიდა, დიახ, თემის პოზიცია განსაკუთრებით მაინტერესებდა. რაც შეეხება ამ უთანხმოებას ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულწილად ჯერ დავიწყებ იმით, რომ ჩვენ როდესაც არჩევნებში შევედით, საპარლამენტო არჩევნებში და ვნახეთ თუ რა შედეგი დადგა, ყველანი გამოვედით და ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ კალანდარიშვილის ხელში არსებულ ცესკოში არანაირი აზრი არ ქონდა შესვლას თვითმმართველობის არჩევნებში. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ახლა შემცირებულია მაჟორიტარები 10-ზეა და პროპორციული 15-ზე თუ რამდენადაც სწორად მახსოვს. მაჟორიტარებით სურთ გასვლა, პლუს ამ ყველაფერს ჩვენ შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ 2021 წლის არჩევნები, როდესაც გიორგი კირთაძემ პირნათლად მოიგო ბათუმი და მათ როგორც სურდათ ისე გადაწერეს ეს ყველაფერი და აქვე ერთ სიტყვი უცებ ლელოს არ მახსოვს უბრალოდ რომელიღაცა ლიდერის ინტერვიუ მოვისმინე. კიო ჩვენ შეიძლება გაგვიყალბებონო, მაგრამ მაინც უნდა შევიდეთო და ხალხს უნდა ვაჩვენოთ როგორ აყალბებენო. ხალხს ეს არ ჭირდება დღევანდელ დღეს. გონი სამუშია იყო დიახ. ხალხს ეს არ ჭირდება, ხალხმა უკვე ერთხელ დაინახა პირნათლად თუ როგორ გააყალბეს, დაინახა მეორეჯერ, ხალხი უკვე გაბრაზდა ამაზე გამოვიდა. ჩვენ როცა ვიდექით აქციებზე არჩილსაც ვეთქვი, არა მარტო თქვენ, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და ხალხიც ოპოზიციურად განწყობილი, რომელიც პროევროპული ხალხი იყო, თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდა და იდგა პროტესტებდა. თუმცა იქ პარტიულობა პრიორიტეტული არც არასდროს არ ყოფილა, აი მაგაზე მინდა ხაზი გავუსვა, მაგითო დავიწყე, მაგით რომ მაშინაც თქვენს რომ თუ ესენი ასე აყალბებენ და ასე გააყალბეს, მაგის შემდეგ ხალხს ასე მოექცნენ, როდესაც ამ ხალხმა გაყალბებული არჩევნები გააპროტესტა, მაშინ ახლა რაღაც იზამენ, ხო? აბსურდია იმ თამაშის შესვლა, რომელიც იცი რომ გინდა არ გინდა წაგებული გაქვს. მით უმეტეს, როდესაც მათ ხელშია ყველაფერი. თან ამ ყველაფერს დამატებული ხალხი ჩემი აზრით უფრო ჯანსაღად გაიგებს ამ ასე რომ ვთქვათ, მცირედ დაპირისპირებას გამომდინარე იქედა, რომ ისინი აწონდაწონიან რეალურად საით უღირთ გადახრა მათ. ნახავენ რეალურად ვინ რას აკეთებს, ეს იქნება ეს პროცესი გამყოფის საბოლოოდ ქართველი ამომრჩევლის გემოვნება განისაზღვროს წესდარიგით უნდა იყოს გამომდინარე აქედან, რომ ხალხმა თავის დროზე დააფიქსირა პოზიცია, რომ მათ არ უხირს ამ პირობებში შესვლა, მით უმეტეს, როდესაც ამდენი პოლიტიკური დაკარგავს ამით ლელო და მისი ირგვლივ შექმნილი კოალიცია ამომრჩეველს თქვენი აზრით? ჩემი აზრით რაღაც გარკვეულ ნაწილთან უკვე ნდობაც კი დაკარგული აქვს, იმიტომ რომ აი მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, პოლიტპატიმრებმაც კი თქვეს თავის დროზე, რომ ნუ ივაჭრებთ ჩვენით. ჩვენ რეალურად ვიბრძოდით იმისათვის, რომ მიგვეღწია სამართლიანი არჩევნებისთვის, ვიბრძოდით იმისათვის, რომ მიგვეღწია ჩვენი ევროპული მომავლისთვის და არა რომელიმე ადამიანის ან სკამისათვის, ან იმისათვის, რომ ვიღაცა უბრალოდ დღევანდელ გაყალბებულ არჩევნებში მათ შეკროდა და ისე შესულიყო. ძალიან დიდი პატივისცემა ირაკლი კუპრაძეს, აჭარაში ვაჟადარჩიას, გენოთებიძეს თუ არჩილ ბერიძეს. ჩემთვის ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვიბრძვიძლებია და ბევრ აქციაზე, ბევრ სწორ პოზიცია დაგვიფიქსირებია ერთად, თუმცა დღევანდელ დღეს იმ მომენტში საუბარი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე, მით უმეტეს, როდესაც ასე შეცვალეს ყველაფერი, ელემენტარული რო ავიღოთ, დამკვირვებლებსაც კი წაართვეს იმის ფუნქცია, რაც რეალურად არჩევნებს ესაჭიროება, აი ასეთ ფარში შესვლა, ჩემი აზრით დღეს უკვე მანდატზე და რაღაცა მართლა ვინ უფრო მაგარი ბიჭიას დანახვაზეა, ვიდრე რეალურად ქვეყნის ინტერესებზე გათვლილი კურსი და პლუს ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ. თუ იმასაც გათვალისწინებთ, რომ მანდატები საპარლამენტო უმაღლეს საბჭოს ჩაბარებული. აი მარტივად რო ავიღოთ, მაშინ საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტს რა აზრი ქონდა, რა აზრი ქონდა კომისიაზე არ მისვლას. ხომ არ ფიქრობთ ნიკოლოზ, რომ ეს ამხელა გაუგებრობა არის შედეგი იმის, რომ ეს დისკუსია მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს შორის ჯანსაღი დისკუსია არ მიმდინარეობს. რაღაც ერთი და ორი შეხვედრა მე გულისხმობ სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, სადაც სავარაუდოდ დიდი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ მოგვისმენია, ხო? წინა კვირას ანი წითლიძემ განაცხადა, რომ ჩვენ მქონდა მსჯელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა
რა ფორმატში იყო ეს, რამდენად ხშირად მსჯელობდნენ ამაზე, ჩვენ არ ვიცით ხო ეს დეტალები. მართალია ჩვენ ეს დისკუსია იქნებოდა თუ არა უფრო ჯანსაღ პროცესის წარმმართველი. ნუ აქ მეორე ამბავია არჩილმა ახსენა წეღა რომ ვიღაცები ამბიციებს ვერთმობენო საკუთარსო, ეგოებს ვერცლებენო და აი მართლა კარგად ჩანს როცა ადამიანი საკუთარ ეგოს ვერცლებს, იმიტომ რომ როცა ხალხის მოთხოვნაც არის ის რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ შევიდნენ ოპოზიციური პარტიები, როდესაც ორი ოპოზიციური პარტია ახალ უნდა ვკითხო ახლა არჩილს. რა თქმა უნდა არ არის პრობლემა, უბრალოდ დავასრულებ ორი ოპოზიციური პარტია აფიქსირებს ბოიკოტს და მესამე ოპოზიციური პარტია უკვე მიწურულზე არათავდაპირველად ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მამუკა ხაზარაძე იძახოდა რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას აზრი არ ქონდა და დღევანდელ დღეს გამოდის და გვეუბნება ახლა ღირს თბილისს გამოვგრიჯავთ. როგორ გამოვგრიჯავთ თბილისს, როდესაც მით უმეტეს ახლა უფრო მეტი ხალხია გადაწერილი საპარლამენტო არჩევნების დროს საერთოდ არ ჭირდებოდათ მათ თბილისი რეგიონებით მოგვიგეს და მით უმეტეს ახლა როცა თბილისზე ძალიან დიდი წეწოლა იქნება და გადაწერილი ყავთ ხალხი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ მათ უკვე მუშაობა დაიწყეს. უფრო როგორ იქნება მომგებიანი და მარტივი თბილისის ხელიდან წართმევა, ვიდრე მაშინ იყო და აქვე ერთი ამბავიც არის ის, რომ გიორგი კირთაზეც საუბრობდა, ანი წითლიძეც და მათ შორის ბევრიც საუბრობდა, როდესაც პრეზიდენტის ფორმატზე იყო საუბარი, მან იყო მსჯელობა იმის, რომ თქვეს, რომ აი, ან ჩავწეროთ, რომ ბოიკოტს ვაკეთებთ და არ გავდივართ, ან ჩავწეროთ ის მაინც, რომ ყველანი თუმცა ეს პლატფორმა ფაქტობრივად დაიშალა. ხო, ყველა გავიდა, მაგრამ აქ იმის ხელობაც იყო, რომ ჩვენი მხრიდან რომ მაშინ ის მაინც ჩავწეროთ, რომ ყველა ერთად შევთანხმდებით, გავდივართ თუ არ გავდივართ. მაგრამ ეს იქნებოდა ალბათ უფრო უპრიანი. მაგრამ ესეც არ ჩაწერეს, ესაც ვერ მოხდა და შესაბამისად ამ ყველაფერს შემდგომ ეს ყველაფერი მოყვა, განხილვა და კი, ითხოვთ ერთია თავდაპირველად რას ითხოვდით, ახლა რას ამბობთ და მომავალში საერთოდ რა ქმედებები გამხდარდება. ნიკოლს, აი არჩილს მინდა ვკითხო, თუმცა ჩართვა უნდა გქონდეს ჩვენ მილანიდან, თუმცა მანამდე ვისაუბროთ არჩილ იმასთან დაკავშირებით, ნიკოლოზმაც ახსენა პროტესტში მონაწილე სამოქალაქო სექტორის პოზიცია არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით მკვეთრი და ჩამოყალიბებული ვის თუ არა თქვენ გეთქმით სიტყვა პროტესტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მთელ ქვეყანაში პირველი თქვენ იყავით ბათუმელი სტუდენტები, ვინც გამოხვედით და დაიწყეთ ეს საპროტესტო აქციები, რომელიც უკვე 195 დღეა თუ არ მეშლება გრძელდება უწყვეტად, ხო, ბათუმსა და თბილისში. შესაბამისად ამ ადამიანებს როგორ აუხსნით იმ შემთხვევაში თუ თქვენ კოალიცია მაინც ჩამოყალიბდება საბოლოოდ იმაზე რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა რას ეუბნებით თქვენს თანამებრძოლებს იქ თქვენ როგორც პარტიული არ მგარხართ კი ბატონო როგორც სტუდენტი იდეკით მაგრამ ამ ადამიანებთან გაკავშირებთ კი ბატონო გაკავშირებთ ბევრი რამ და მათ შორის ალბათ მათი აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია ერთი წამით არჩილ უკვე პრემიერ-მინისტრი შეგვიძლია კომენტარი მოვისმინოთ მილანიდან და დაგიბრუნდეთ. და დღეს ასევე ჩვენ მოვინახულეთ ჩვენი გენერალური საკონსულო, რომელიც გაიხსნა მილანში. ეს გენერალური საკონსულო ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. თქვენ იცით რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს აფასებთ რა თქმა უნდა იტალიის როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი სურვილია რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები. შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისითაც. შესაბამისად გამოთქვათ იმეც რომ ეს ურთიერთობები მომავალში უფრო მეტად გაღრმავდება. თქვენ იცით რომ საქართველოს და უნგრეთის ერთმანეთთან გვაკავშირებს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა. უნგრეთი არის საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფეების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და რა თქმა უნდა კომისიის ხმა, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, ემსახურება ორხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას. საუბარი იქნება როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და თანამშრომლობის სხვა საკითხებზე მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუდგებთ ურთიერთობების განვითარებას. ამერიკაში ახალი ელჩი აგრემანიც მიიღო, რა იქნება დავალება თამარ დალიაშვილს, ისე როგორ ფიქრობთ, რაც არის ურთიერთობების აღდგენა შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის თუნდაც აგრემანის გაცემა, ის რომ
ეს პოლიტიკური სვლა როგორ გასულებს სპეკულაციებს, რომ ამერიკა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას ამაზე ცხოვრების მეცნიერების გადაკვირთვის კონტექსტში რა ნიშნავს? ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ის რომ საქართველოს პრეზიდენტი აგრემანი ჩისტანიშნასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება უკვე ოფიციალურად დანიშნული ელჩი უკვე წარდგენება არის გაგზავნილი საქართველოს პრეზიდენტთან და ქალბატონი თამარ ტალიაშვილი რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი. ჩვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება და ჩვენ პირველ რიგში საუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. და უფრო მეტი ჩვენ ვაცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და უფრო მეტიც ჩვენ გვინდა რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა ეს არის ელჩის ამოცანაც რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ღირებულებითი თანხმობის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციას და deep state-ს შორის და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში. მისანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ხო თქვენ გახსოვთ, ჯერ კიდევ როცა განეხილებოდა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან უკვე აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განეხილებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხი, როდესაც განეხილებოდა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. აქაც ჩვენი ამოცანა არის ცხადი და ნათელი, ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვფიქრობთ რომ 2030 წლისთვის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება სად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. რა თქმა უნდა ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და ეს არის რამენერად და ეს არის ის რომ მათ სურთ რამენერად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ დანარჩენი დამოკიდებულება რა თქმა უნდა ევროპული სტრუქტურების მიღებას. ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე კითხავ, რატო სამეკავშირეობის გაცხადებას ნახავთ? ცოტა წინააღმდეგობრივი ხომ არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ამ გაცხადებაში ვკითხულობ, რომ 30 წელი ამ განმავლობაში ქართულჭერე საქართველოს რეფორმებს და ერთგულები რჩებიან ბუქარესტის სამეფოს განწყობილებით, თუმცა რეფორმების ტექნიკის გამო ბოლო პერიოდში მათგან ხშირად მოუსმენია კრიტიკა და ზოგადად რჩება თუ არა თვითონ რიგში ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თქვენ იცით რომ რაც შეეხება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ამ კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებული საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს არის შესაბამისად დღევანდელი მდგომარეობა. ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები რომ არც საშუალო პერსპექტივაში ისინი არ აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და დანარჩენი ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. ეს ირაკლი კობახიძე იყო, რომელიც იტალიაში მილანში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, გაიხსნა საკონსულო და ამაზე ისაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მან ასევე კომენტარი გააკეთა მედიასთან ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ სტუდიის სტუმრებთან ერთად საუბარს, არჩილ გეკითხებოდით თქვენს თანამოაზრეებზე, თქვენ თანამებრძოლებზე, მათ დამოკიდებულებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და თქვენს რეაქციაზე, რა გაქვთ მათთვის ამ შემთხვევაში სათქმელი? როდესაც ნოკო ამბობდა, რომ თავის პარტიას უნდა პრეზიდენტის ფორმატში თუნდაც ჩანაწერი ყოფილიყო, რომ მოდი 4-ვე ერთად გადაწყვეტილებას მივიღებთ, მე ვეთანხმები ამას, მაგრამ როგორც ჩანს ნოკო ჩემს აზრზეა, რომ 4-ვე ერთად თუ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, ეს ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რატომღაც ისევ მისივე პარტიის ლიდერმა დააზიანა ეს პროცესი, იმიტომ რომ არჩევნებამდე ძალიან დიდი ხნით ადრე დააფიქსირა პოზიცია, რომ ჩვენ არ გავდივართ არჩევნებს და მოდი ეს იყოს დღის წესრიგი, მაშინ როცა
როცა ჩვენ საუბრობდით, რომ ვინაიდან ჯერ თანხმობა არ არის, ამ ეტაპზე საუბარი არ იქნება სწორი, საჭიროებს დისკუსიას, საჭიროებს განხილვას და კითხვა თუ რას ვეტყოდი ჩემს თანამებრძოლებს, რომლებიც აქციაზე დგანან, მეც ყოველ დღე დავდივარ და ძალიან გამიმარტივდება მათთან კომუნიკაცია აქედანაც და იქაც ხშირად საუბრობ, რომ როგორც ბოიკოტი, ისევე თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა ვერ იქნება პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ, დამოუკიდებლად მიიღონ ან ერთმანეთთან შეთანხმებით. რატომღაც არც ნაციონალური მოძრაობა და არც კოალიცია ცვლილებებისთვის გახარიასთან და ძლიერ საქართველოსთან ამ თემაზე არ საუბრობს და უნდა რომ თვითონ წაიყვანონ პროცესი, როგორც მათ სურს. ეს ჩემი აზრით სწორი არ არის და მოსახლეობამაც ეს ნაწილი უნდა გაიგოს, რომ როდესაც ჩვენ თანაბარი ასე ვთქვათ, რეიტინგი გვაქვს, ლოგიკურია, საზოგადოების დაკვეთა არის კოალიციური მთავრობა და უნდა ვისაუბროთ ერთად. რაც შეეხება იმას, თუ რას ვეტყოდი იმას, რომ ეს არ არის დანებება. თუ ნაციონალურ მოძრაობას და ახალს გადაწყვეტილი აქვს, რომ ქუდი დაიხუროს და პოლიტიკიდან წავიდეს და უბრალოდ პასუხისმგებლობას ირიდებს საკუთარი თავისგან, ეს მათი არჩევანია. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა იკითხონ ჩვენმა თანამებრძოლებმა, რომლებიც აქციებზე დადიან, თვითმმართველობის არჩევნები არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ადამიანების ყოველდღიური ყოფა. აქაც მნიშვნელოვანია ჩემი პირადი აზრით, რომ პოლიტიკური პარტიები ამისთვის მოიმზადონ და შემდეგ უკვე მომზად, როცა იქნებიან პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მიიღონ გადაწყვეტილება ბოდიში და რაც შეიძლება კითხვა დაუსვან, ხშირად მინახავს, რომ პოლიტპატიმრების თემით სპეკულირებენ პოლიტიკოსები. ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსების გარეშე არ უნდა წარიმართოს. ეს ერთი და მეორე, ძალიან მარტივად, ვინც ბათუმში პროტესტის დროს, აქტიური პროტესტის დროს, ბათუმში ნებისმიერ აქტივისტს იქნება თუ აქციის უბრალო მონაწილეს, ვინც აქციაზე დადის, შეუძლია ნაციონალურ მოძრაობასაც და კოალიცია ცვლილებების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ან ვინც დადის, კითხოს, სად არიან მათი ლიდერები, ადგილობრივი ლიდერები. მე ჩემი პარტიიდან საკრებულოს წევრიც და ასევე აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ყველა მნიშვნელოვან თარიღზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, წევრები, თავის ახალგაზრდულებით ხშირად დავდივართ, მაგრამ ამ ადამიანებს ვერ ხედავ და თუ ბოიკოტი არის სახლში ჯდომა და ან ოფისებში, ასე ვთქვათ, რაღაცის თამაში, ეს არ იქნება სწორი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და ასევე აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტია ამ ეტაპზე ხსნის საუბარს და სვამს კითხვას, რატომ ამის შემდეგ რა ხდება. ჩვენ ტომ სოიერის თავგადასავალში არ ვცხოვრობთ, რომ ტომ პასუხი არ არის პოლიტიკური კითხვაზე და ამით ბევრი დრო არ გვაქვს, მეც ვეღარ დაგიბრუნდებით, ამიტომ აქვე უნდა ჩაგეკითხოთ. გახარიას პარტიას ინიციატივა საერთო ნეიტრალურ კანდიდატთან დაკავშირებით რამდენად მისაღებია თქვენთვის? პირადად ჩემთვის მისაღებია, როდესაც ოთხივე პოლიტიკური პარტია თანხმდება ერთ არაპარტიულ ადამიანზე, რომელიც ავტორიტეტია ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ჩემი პარტიისთვისაც, ასე ვთქვათ, მისაღები უნდა იყოს ეს ინიციატივა, ვინაიდან ჩვენ როგორც ვთქვით, ეს არ არის ამბიციების ბრძოლა, ეს არ არის მხოლოდ პარტიების ბრძოლა. თუმცა როცა გაერთიანებაზე მიდგა საუბარი, თქვენი პარტია იყო ერთ-ერთი, რომელიც ამბობდა მობძანდით ოღონდ ჩვენთან, გავერთიანდეთ ოღონდ ჩვენს ირგვლივ გაერთიანდით და ჩვენ არ მოვალთ იქ. რომელ გაერთიანებას საუბრობ? საპარლამენტო არჩევნების არა, მაგაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ თუნდაც 4 ნომერთან ანუ ახალთან გაერთიანების შემთხვევაში მამკვა ხაზარძემ პირადი ამბიციები დათმო, იგივე გახარიასთან გაერთიანებაში პირადი ამბიციები დათმო, პირველივე პოლიტიკურ მნიშვნელოვან ცენტრზე, ხო, რაზეც იყო დაკვეთა საზოგადოებრივი, ცალ-ცალკე გამოსული ჩვენ არ თუნდაც 4 კოალიციის ცალ-ცალკე წარდგენა ამორჩევლის წინაშე შედეგის წინაშე დააყენა ოპოზიციამ კანდიდატი, საერთო მერობის კანდიდატი აპრიორი არ ნიშნავს საერთო პარტიული სიებით გასვლას. ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერ საკითხი შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი. კი ბატონო, კარგია რომ განმარტეთ მაყურებლისთვის, გიორგი დაგიბრუნდებით. კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ მოკლედ საერთო კონტექსტს. რა შეიძლება იყოს ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამ სიტუაციაში? ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ დიალოგს და მით უმეტეს ალბათ
არჩილთანაც ახლა იმაზე ვსაუბრობდი, რომ საერთო მერობის კანდიდატი რამდენად იქნება მისაღები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, ეს კიდე არ ვიცი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყოველ შემთხვევაში დისკუსია ამას ჯერ არ გახსნილა. რა იქნება თქვენი აზრით გამოსავალი საუკეთესო ამ სიტუაციაში და ხედავთ თუ არა ამ გამოსავალს ყველაზე მთავარი? დიახ, სანამ თქვენს კითხვაზე პასუხს გავცემდე, არჩილს ვეტყოდი, რომ გაერთიანების მომხრე ნაციონალური მოძრაობა იყო არჩევნებამდე. თქვენ სწორად აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე ამბობდა და ეუბნებოდა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს ზოგადად ერთიანი სიით გასვლა და შემდეგ ერთიანობაზე და ერთიანი პოზიციით გასვლაზე არჩევნების შემდეგ არ გვინდა ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენ არანაირი ამბიცია, ასე რომ ვთქვათ, არ გვაქვს იმის შესახებ, რომ დაყოფილები ვიყოთ, პირიქით ჩვენ მემხრებოდით არჩევნებამდე საერთო სიას და არჩევნების შემდეგაც საერთო პოზიციას. რაც შეეხება ამ მომენტში ბოიკოტს, ეს არ ნიშნავს უძრაობას, ბოიკოტი ნიშნავს რეგიონებში ხალხთან სიარულს და ახსნას იმისა, რომ საფუძველი და რეალური მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდეს რეგიონულს, რომ სათხართ თუ ვერ გხედავთ. ჩვენი რეგიონული პარტიის ლიდერები დადიან რეგიონებში, ესაუბრებიან ადგილობრივ მოსახლეობას და ისინი თვლიან, რომ ამ ფარში მონაწილეობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდებოდით, რომ ეს იყო რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაცია. მას შემდეგ ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ცესკოს ადმინისტრაცია შეიცვალა. მას შემდეგ ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ სუსის ადმინისტრაცია შეიცვალა. მით უმეტეს ამ პოზიციას იზიარებს ჩვენი დასავლელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. ამ ყველაფრის შემდეგ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია იგივე ადმინისტრაციის პირობებში ფარში მონაწილეობის მიღება და პირდაპირ წაგებულ ბრძოლაში შესვლა. ეხლა რაც შეეხება ამ წინააღმდეგობის ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი ამბავი არის მედგრად ყოფნა და წინააღმდეგობის გაწევა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს უწევს იმ თანამდებობის პირების გათავისუფლება, რომლებიც არიან სანქცირებულები. ეს რა თქმა უნდა წნეხი მოქმედებს საერთაშორისო არენაზე. კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ბოიკოტი უბრალოდ გაჩერებას არ ნიშნავს. ჩვენს დავდივართ რეგიონებში, ვუხსნით მოსახლეობას იმ შინაარს და იმ საფუძველს, რის გამოც ჩვენ ფარში მონაწილეობა არ გვსურს. ერთი რამ მაინტერესებს, არჩევნებამდე დავდივართ, ერთი ამბავი მინდა რომ გაითვალისწინოთ. ამ არჩევნებში შესვლის მონაწილეობით, როდესაც თქვენ აღიარებდით არჩევნებამდე, რომ ეს იყო რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაცია, ლეგიტიმაციას აძლევთ თუ არა? ეს მოკლედ რო გამცეთ ამაზე პასუხი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური პროდასავლური პარტიები გაიზიარებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას, რომ ამ ფარში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ჩვენ ზოგადად ერთიანი ამის მოლოდინი იგივე მე იმედი მაქვს, რომ ზოგადად პროდასავლური ოპოზიციური პარტიები გაიზიარებენ ამ პოზიციას და მე მჯერა ერთიანობით დავამარცხებთ ხოლმე ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია. ნოკო, თქვენ ისიქ ჯერათ და რა მოლოდინი გაქვთ მოკლედ ამ პროცესიდან რომ შევაჯამოთ. ჯერა და მარტივად რომ თქვა გარეწნეხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 2021 წლის არჩევნებზე ჩანს, როდესაც აი ნიკა მელიას დაკავებას მოყვა, როცა მან სამაჯური მოიხსნა, ეს მაგალითი შემიძლია მოვიყვანო რიჟვაძის გადაყენება, მოვიყვანო ქობულეთის მერის გადაყენება, ხარება გადადგა, სანქცირებულ ადამიანებს იშორებენ, გარეწნეხი იმდენად დიდია მანთვის, აი ელემენტარული რო ავიღოთ, რავი, ყველაფერს თავი დავანებოთ, წეგან საუბრობდი, აქტიურად საგარეო ზეწოლით შესაძლებელია რომ ხელისუფლებამ დათმოს საგარეო ზეწოლას რა მარტივად შიდა ზეწოლას მოყვება, აი როცა საპარლამენტო რატო ვერ ახერხებს ამას ოპოზიცია? როცა საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, არჩილი შეეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას. აქ არ არის მარტო ლიდერების აქციებზე ყოფნა არ ყოფნის ამბავი. სად არის თქვენი ელექტორატი? აი ოპოზიციის ელექტორატი. მე არ ვიძახი თქვენი როგორც სტუდენტების ელექტორატს და თქვენი მეგობრების და თქვენი თანამებრძოლების ქუჩაში ყოფნას, ხო? დღეს ან 4-ვე პარტია რო გამოვიდეს და უთხრას საკუთარ ამომრჩეველს გამოდი დაგვიდექით გვერდში რომ რაღაც ცვლილებები განვახორციელოთ. გაქვთ მოლოდინი რომ პარტიას გაყვებიან ეს ადამიანები, ნოკო? ჯერ გვინახავს ხალხი მისითაც გამოსული. პარტიული შეკრება? აი მე არ ვინახავს ბოლო წლების განმავლობაში. ეს კორპუსთან როდესაც დარბევა იყო, აი ვაკეში
მაშინ ლელოს ლიდერები საერთოდ რო არ გამოხვედით. კუპრაძე მიცოდა და კუპრაძე მოვიდა მხოლოდ აი სამწუხაროები იყო რა თვითონ კუპრაძე იყო მოსული და სხვა დანარჩენი ლიდერები როგორც გვენდა სინოდით გახარიას მაშინ დაწერა ირაკლი მე ვნახე მისი პოსტი რომ შემთხვევით ნახა როდესაც გვენდა სინოდით გახარიას რომ პარლამენტთან აი დამასრულებდნენ ნახე გასწრით არა ეხლა ტყუი გახარიას და სინოდით რომ პარლამენტთან მოდის სოციალისტებს და მედისო და ანალოგიურად თქვენც ეგრე აკეთებთ მაგას რომ თავიდანვე გონები რომ სათხართოდ ჩვენო ყველა ისე რა ქვია სიმბოლურ დროსო გამოვდივართ. ყველა სიმბოლურ დროს გამოსვით რომ მენახები შე რომ გამოდიხარ ეს მე არაფერს არ მაძლევს. და თუ ძალიან გაინტერესებს სადარიან შეგიძლია როგორც გიორგი თქვა რეგიონებშია რომ შეხვდები შენ ჩვენს გუნდის წევრებს და მათ შორის ჩვენ შეხვდები. რაც შეეხება ყველაფერს თავიდანვანებოთ საერთოდ რა. ბოლო პერიოდში უყურე საპარლამენტო არჩევნები გაყავდა ხალხი გამოვიდა და დააფიქსირა აზრი რომ საპარლამენტო არჩევნები გაყავდა და ეს იყო არალეგიტიმური მთავრობა და არ ვაღიარეთ ამას მოყვა საგარეო ზეწვა როდესაც გამოვიდა კობახიძემ და ის სისულელე თქვა რასაც მოყვა ხალხის გაბრაზება ეს ყველაფერი იყო ჯაჭვური რეაქცია რომლის მიხედვითაც გამოვიდა ამდენი ხალხი და შემდგომ დაიწყო უკვე ქართულოსებმა შიშის ნიადაგზე ამ ხალხის დარბევა და დაჭერები და მთელი ეს ერთიანობაში ხედავთ ისევ ერთიანობაში თუმცა იმ პოზიციაზე როდესაც ლელო ჩვენ დღევანდელ დღეს გვეუბნება შესვლას მაშინ მიყვეთ თუ ესენი არ აღიარებენ ამ მთავრობას თუ ესენი გახარიას ეჩხობებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის მივიდა იმაზე რა ქვია კომისიაზე მაშინ თქვენ თუ აღარ მიხვედით თუ პარლამენტშიც არ შედიოდით რაღაცო იხდით ჯარიმებს ეს ერთი მაშინ რაღაცო შედიხარ თვითმმართველობის არჩევნებზე რის მოლოდინი გაქვს და თუ თვითმმართველობის არჩევნებზე შედიხართ გარეზე წოლაში რაც შეხედა გარე კურსი როგორია ქვეყნის როგორ არის არჩევნებში გარე კურსის შესვლა ეს ადგილობრივი დისკომფორტის შექმნა არა შეხედე რეჟიმი აგრესიულ მეორე ამბავს ხედავ მართლა არ არის პოლიტიკური არჩევნები როგორ არის ყოფის არჩევნები მადლობა და დავასრულოთ ნოკო უცებ მაქსიმუმ დაასრულეთ წინადადება და უნდა დავასრულოთ ბოდის გიხდი კიდევ ერთ სტუმარი გველოდება საქართველოს არჩევნებში შესვლა არის ჩვეულებრივი ღალატი ხალხის და იმ თანამედროვე ეხლა რო არ შევიდეთ მოღალატეები აღარ გიქნებით ანუ არა ტერმინები არჩი ჩვენ თუ საუბრობთ ერთიანობაზე ეხლა მე რო განვიხილავ პირობითად რომ მოდი საერთო სპექტრი შევიდე რა შეისვალა ბოლო კვირაში და რატომ მიიღეთ ასეთი მკაფიო გადაწყვეტილება შესვლაზე აი ეს თუ რაიმე ზეწოლა არ მოხდა და თუ რაიმე კომპრომატი არ აქვს მართლა შენი ლიდერების მე და მაშინს არც მიხია თითოხმაში ბოდიშ ჟარგონისთვის და გააправო ერთია მაგრამ მეორეა ამ ყველაფერს ამართლებდე და შენ არ ემხრობოდე ამ ყველაფერს აი აქ ორი თითოხმაში ლარს კითხვა ანუ უბრალოდ თქვენი პარტიის წევრები ძალიან მოკლედ უნდა დავასრულოთ ველოდება არჩევნგამზადია ხამსი სიტყვებით საუბრობს ამ საკითხზე როდესაც დისკუსიას განვიხილავთ ანუ დისკუსიას რო განვიხილავ კოცი ვარ შეკრული ვარ მოღალატე ვარ და თუ ეხა დავაფიქსირე პოზიციას რომ მე არ გავდივარ აღარც კოცი ვარ აღარც მოღალატე არა მაგრამ მიზნების ღალატია ჩვენ ყველაფერი დავუწყოთ არა მაშინ ანუ რა შრები თქვა ამ კითხვაზე უპასუხოთ ამდენი ხანი თუ ერთობლივი რეგიონაცია ხალხოვნებოდეთ რომ შესვლა არ არის სწორი მაშინ რა მე არ მიხვამს ეგ მარტო პატარა კომენტარს გავაკეთებ რა ჩემ პარტიას ეგ პოზიცია არ ქონია და არ უთქვამს ეგრე წინსწრებით უბრალოდ თუ არ შედიან პოლიტიკური პარტიები 4-ვე მათ შორის ამ ბრძოლაში გამოდის რომ მარტივად ვუთმობთ ყველა საკრებულოს ქართული ოცნების წევრებს და მეორე მაშინ არსებობს მეორე გზა ბოიკოტი და რევოლუცია ნახოთ ანალიტიკოსი რას გვეთქვის არჩევნებში მადლობა ის იმედი გაქვს 21 გაგიმეორდება ჩვეულებრივ 21-ში მოიგე საკრებულო და გადაგიწერა არ ვიცი რა ჯობია შენი პრობლემაა ნახოთ აბა მოვისმინოთ ანალიტიკოს მოусმინოთ მადლობა ახალგაზრდებო მადლობა ნიკოლოზ მერცხულავა არჩილ ბერიძე, გიორგი ჩხაიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები ახალგაზრდული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, რომლებიც საუბრობდნენ იმ პერსპექტივაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს ოპოზიციურ ფლანგზე. ვაგზელებთ გადაცემას
შიგნით არსებული წინააღმდეგობების შესახებ უშუალოდ დაპირისპირებული მხარეებისგან პოზიციები უკვე მოვისმინეთ, ახლა კი დროა სიტუაციას უფრო ფართო ანალიტიკური კუთხით შევხედოთ, ამ პოლიტიკური გამიშვი გამატარის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშიც წამოეწია, რომელიც ძალიან კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, რაც შეეხება უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, იქ ასეთ ჩანაწერსაც იპოვით 2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. შედეგად ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, რაც უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას, ვინ გაითვალისწინა და ვინ აღარ ისეთი მოწოდებები. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი გავაანალიზოთ ის, თუ როგორ აისახება ოპოზიციის ასეთი ფრაგმენტაცია ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე, რამდენად არის ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა მათივე არჩევანი, თუ გარე ფაქტორების შედეგია. და რა პერსპექტივები აქვს მათ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც ერთმანეთის მიმართ კაფიო დაპირისპირების გზას მიმართავენ. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებ ჩვენს შემდეგ სტუმართან ერთად, პროფესორი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამსარდია უპასუხებს ჩვენს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. მოგესალმებით არჩილ, მადლობა თქვენ გადაცემაში ჩართვისთვის და ბოდიში რომ galodinეთ ჩვენმა ახალგაზრდებმა მოკლედ ძალიან საინტერესო დისკუსია გამართეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ნამდვილად საინტერესო ახალგაზრდები ყავდათ. კი ბატონო, არჩილ ნათლად ჩანს რომ ქართული ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების წინ სერიოზული განხეთქილების პირისპირ დგას. როგორ აფასებთ ამ მდგომარეობას და თქვენი დაკვირვებით ეს არის დროებითი უთანხმოება თუ ღრმა კრიზისის ნიშანია, რომელიც ოპოზიციურ ველზე წლებია მწიფდება? კი ბატონო, მე პირველ რიგში ვერ ვიგებ ოპოზიცია რატომ უნდა იყოს ყოველთვის შეთანხმებული, ყოველთვის ერთიანი. საერთოდაც მართალი რომ გითხრათ, პოლიტიკური განვითარებისთვის აი ამორფული ოპოზიცია არის ყველაზე წარუმატებელი შედეგი. და ბევრად უფრო ჯანსაღი არის პროცესი, როდესაც აი მეც და თქვენც ოპოზიციას რაღაცა ერთ სიტყვაში კი არ განვიხილავთ, მასში არსებულ სუბიექტებზე ინდივიდუალურად ვრჩელობთ. ამიტომ აი ამ რაღაცა ფსევდოერთობისკენ მოწოდება, როდესაც ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ მათ ერთმანეთთან კონკურენცია აქვთ, არ უყვართ ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკური სიძულვილიც აქვთ და ასე შემდეგ, ამის ნაცვლად ცნონ ერთმანეთის უფლება დამოუკიდებელი საქმიანობის და ამაზე გააკეთონ სწორება, უფრო შედარებით მაღალი პოლიტიკური სტანდარტი იქნებოდა. ამიტომ ჩემს გაუგებარია, რატო ავალდებული კონკურენტი მხარეები ერთმანეთთან იყვნენ თანხმობაში. ანუ მაგალითად ლაპარაკი აქვს ძირითადად აი ამ 4-5 ოპოზიციურ პარტიაზე. თითოეული მათგანი არის ერთმანეთის კონკურენტი. და როცა ვსვამთ შეკითხვას რაღაც ოპოზიციურ განხეთქილებას, დიახ, კონკურენცია, ისინი ერთმანეთთან განხეთქილების რეჟიმში უნდა იყვნენ. მათ აქვს სხვადასხვა იდეოლოგიური პლატფორმა, სხვადასხვა პოლიტიკური ფილოსოფია, სხვადასხვა სტრატეგია მოქმედების, ამორჩეველთან ურთიერთობის, სახელმწიფოს შექმნის და ასე შემდეგ. თუმცა აქ სხვა საკითხი დგას, ხო, ასევე მწვავე დარჩილ. როცა ისინი ცალ-ცალკე ვერ ამარცხებენ ხელისუფლებას არჩევნებზე, ხო? ამიტომაც ისევ საზოგადოებიდან ხო წამოვიდა მათი ერთგვარი არა გაერთიანების, არამედ კონსოლიდაციის რაღაც საერთო სტრატეგიაზე შეთანხმების დაკვეთა, მოდი ასე ვთქვა და აქვე უნდა გავითვალისწინოთ ალბათ საიდან დავადგინეთ ლაშარო საზოგადოებისგან გავსი რამე არის წამოსული. საერთოდ როგორ ვადგენთ ხოლმე ჩვენ რაღაც მოსაზრებებს, რომელსაც თქვა სადღაცა აქტიური საზოგადოების რაღაცა აქტიური ნაწილის რაღაცა ფლანგი ლაპარაკობს, რატო არის ეს ნორმა მთელი ამომრჩევლის განწყობის შესაფასებლად. თქვენ სოციოლოგიის დოქტორი ხართ და ძალიან კარგად იცით, რომ ეს დარგი ბევრად უფრო რთული არის და ასე აი საიდან მე მგონია რომ საერთოდაც გარტყმაში არ არიან ბოდიში ჟარგონზე რა არის საზოგადოებრივი დაკვეთა ან რას ნიშნავს საზოგადოებრივი დაკვეთა მე თუ ახალი პოლიტიკური შემთხვევაში მათგან ასეთი ტერმინები მოგვისმენია როგორ მათგან მოგვისმენია ასეთი ტერმინები და მოგვისმენია დაუშვათ იგივე საუნ ზურაბიშვილის ირგვლივ
პლატფორმის ირგვლივ გაერთიანების შესაძლებლობებთან დაკავშირებით ხშირად მოგვისმენია ეს ფრაზა, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ამიტომაც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ახლა ამ პლატფორმის ირგვლივ მოკლედ. მე ერთი ქართული ფილმი გამახსენდა, შენ თუ ინტრიგანი არ ხარ, ჩვენ კატლეტში ხორცს რა უნდა ხო? გახსოვთ რა ჭველებზოა ფილმი, ყველა სწრაფი მსოფლიოში და აქ სულ ეგ მახსენდება, თუ ინტრიგანები არა ვართ, საიდან დავადგინეთ, რომ ოპოზიციას აქვს განცდა საზოგადოების დაკვეთის, რომელიმე მათგანს აქვს ავტორიტეტი, რეპუტაცია, სათანადო აქვს რაღაცა უნარი ერთიანობაზე რატო ალაპარაკი. ერთიანობაზე ლაპარაკი იცით როგორ მესმის? თუ არსებობს ასეთი იდეოლოგიური, შინაარსობრივი, ფილოსოფიური ერთიანობა, გაუნა თითოეული მათგანი გაერთიანდეს ერთ პოლიტიკურ სუბიექტში. კონკურენტები ერქვათ და ერთიან გადაწყვეტილებაზე აიძულებდნენ ერთმანეთს მოქმედებას, ეს ჩემთვის გაუგებარია. გასაგები. კი ბატონო, მიხეილ სააკაშვილი აქტიურობს ამ დღეების განმავლობაში, ვნახეთ ჩვენ მისი ჩართვა სასამართლოზე, წარსული დაპირისპირების შეხსენება მისი მხრიდან რამდენად მიზანშეწონილი იყო, რამდენად რელევანტური იყო, რა მიზანი აქვს ამას თქვენი დაკვირვებით და როგორ აისახება ის ოპოზიციის იმიჯზე საბოლოო ჯამში. ხომ არ უქმნის ეს დამატებით სირთულეებს იმ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩემს ეთერში საუბრობდნენ, თუნდაც რამდენიმე წუთის წინ და ცდილობენ დღევანდელ რეალობაში იმოქმედონ ადეკვატურად. მარტო სააკაშვილს არ ეხება, ჩვენ ამ ახალგაზრდებთან ერთად საუბრობდით იმასთან დაკავშირებითაც, რომ ძველი სახეები პოლიტიკაში, მათი გავლენები ქართულ პოლიტიკაზე და ახალგაზრდების ადეკვატურობა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რამდენად მნიშვნელოვანია. რომ შევაჯამოთ ჩემი კითხვის შინაარსი, არჩილ, რამ შეიძლება ოპოზიციის ნაკლოვანებებზეც საუბრობდით თქვენ და ადეკვატურობაზე, ხო? რამ შეიძლება გააჩანსაღოს ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური პროცესი და რა შეიძლება ახალი სიცოცხლე იყოს ოპოზიციისთვის? პრაქტიკულ დონეზე რეალ პოლიტიკაში მე ამ წუთში ოპოზიციური სუბიექტების გაჯანსაღების დიდ პერსპექტივას ვერ ხედავ, მაგრამ თეორიულ ასპექტში ეს შეიძლება იყოს პირველ რიგში აი ამ ცრუ კლიშეებიდან გამოსვლა, რაღაცა ცრუ მიდგომებიდან, როგორიც არის რაღაცა ეს ამორფული ერთიანობა. მეორე ეს არის ინდივიდუალურად შემდგარობა, დემოკრატიული სტანდარტი პოლიტიკის, რომლის დროსაც პოზიციურ სუბიექტებს აქვთ ინდივიდუალური მუშაობის საშუალება და ერთმანეთის იძულება არ ხდება. ამის გარდა პერსპექტივას ხედავ იმაში, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს მინიმუმ აი ეს ლიდერატი უნდა იყოს ჩანაცვლებული, რასაც არ აკეთებენ ცოცხალი თავით და ცნონ უნდა ერთმანეთი, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები არის ცალკე პოლიტიკური სუბიექტები, პროტესტის მონაწილეების თქვენ წარმოიდგინეთ ცალკე პოლიტიკური სუბიექტები არიან, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი არ ცნობს მთელ ამ პოლიტიკურ სპექტრს. მე სულ მაგას ვამბობ, რომ ოპოზიციურ სუბიექტები პროტესტის დროსაც კი არ არიან სასურველები, რომ მოусმინონ მათ. მიკროფონი ვერ დაუჭერიათ და ბარიკადების ერთ მხარეს დგანან და პოზიციონერ ლიდერებს პროტესტში მონაწილე ადამიანები არ უსმენენ. არ აინტერესებთ. იქ ვერ შეუქმნიათ რეპუტაცია და ეხლა რაღაცა საერთო სახალხო მასობრივი განწყობის ფორმირებაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. ამიტომ ეს არის თეორიული გზა, იმიტომ რომ პრაქტიკული ხაზით ეს ოპოზიციური სუბიექტები ქმნიან ამორფულობას, ერთმანეთს ესვრიან მუდმივად ტალახს და საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ ყველას ტალახში ამოსვლილს. და კონკურენციის პირობა არის არა იმდენად ტალახისროლა, არამედ საკუთარი უპირატესობის შექმნა და ამ უპირატესობის დემონსტრირება და ამ მომრჩევლის მოტივაციის გაზრდა, რომ მე მინდოდეს ვიღაცას მივცე ხმა. ამას გარდა თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან სპეციფიური, ძალიან განსხვავებული, ვიდრე ცენტრალური, ასე ვთქვათ, საპარლამენტო სივრცის არჩევა. თვითმმართველობის დროს მოქალაქეს აუნჩეველს აქვს უფრო მეტად მომხმარებლური ინტერესი, მაგალითად მე ნახევრად რეგიონში ვცხოვრობ და იქ მართალი რო გითხრათ, მაინტერესებს მარტო ის, ვინც ლოკალურ პრობლემებზე უკეთეს პირობა შემომთავაზებს და შესაძლებლობებს და ჩემთვის საერთოდ არაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი. განსხვავებით, როდესაც არის რაღაცა საპარლამენტო არჩევნები და ძალაუფლების, ცენტრალური ძალაუფლების ფორმირება. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, რომ ადამიანებს აქვთ გამომყენებლური, სამომხმარებლო ინტერესები, მეტი პერსპექტივა იმასაც, ვინც აი ამ სერვისს შესთავაზებს. ვინ გაიყვანს უკეთ გზას, ვინ რაღაცა
ინფრასტრუქტურას გაუმჯობესებს, რაღაცა სოციალურ პირობებს შეუქმნის ამ პოლიტიკური იდეოლოგიის ფარგლებში და ასე შემდეგ. ეს არის ლოკალური თემები თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ვიცავთ ხელისუფლებებს, რომლებსაც აქვთ ლოკალური ძალაუფლება და რატომ არის შეტანილი და შეტენილი უკაცრავად აი ამ პროცესში ზედმეტად რაღაცა საძალაუფლებო პოლიტიკის მდგენელი, ესეც ჩვენთვის გაურკვეველია. ოპოზიცია სულ რო გამარჯვების მაღალი შანსი ჰქონდეს, ეს იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების მართვის თვალსაზრისით მხოლოდ სიმბოლური და ერთი ფრაგმენტი და არა საყოველთაო, იმიტომ რომ ამითი ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლების სტილს ასე მარტივად არ შეცვლიდნენ. ამ პრინციპებით, როდესაც მოქმედებენ, დიახ, რამდენად რელევანტურია ლელოს მიერ გახსნილი დისკუსია ამ შემთხვევაში? გახარიასა და გირჩის პოზიცია რამდენად არის თქვენთვის მისაღები და პრინციპულად განსხვავებული მიდგომები, რომელიც მათ გააჩნიათ და უშუალოდ იგივე ლელოსგან თუნდაც განსხვავებული ოპოზიციის გაერთიანების მიმართ მათ შორის, ხო? თქვენც ეთანხმებით იზიარებთ ამ პოზიციას, როგორც მოვისმინეთ, ხო? რამდენად ლოგიკურია მათი პოზიცია შექმნილ ვითარებაში და რა გავლენას ახდენს ეს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრზე, როგორ გაგრძელებას ელოდებით ოქტომბრამდე, ვიდრე არჩევნები ჩატარდება არჩევ. კი ბატონო, პირველ რიგში მე განცდა მაქვს, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობის მომხრე არ იცის მაინც და მაინც რატომ არის მომხრე და ვინც არ არის მომხრე და მოწინააღმდეგეა, მაინც და მაინც არ იცის რატომ არის მოწინააღმდეგე. მე არ ვამბობ რაღაცა დასახელებულ მიზეზებს, ლოზუნგებს, ყველაზე მთავარი არამედ და რა საბაბებს, არამედ რეალურ მიზეზზე ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძირითადად, რასაც ვისმენთ, საბაბთა ლოზუნგებით და საფუძვლებით манипуляციის პროცესი და მეტი არაფერი. როდესაც ვლაპარაკობთ დისკუსიაზე, დისკუსია ყოველთვის ჯობია მონოტონურ მიდგომას, ხო, რაღაცა ერთხმაში ლაპარაკს. დისკუსია თეორიულად ყოველთვის უკეთესი ვარიაცია, ვიდრე აი ესე, მაგრამ დისკუსია ვის აქვს? მედიაში დისკუსია ერთ-ერთი ფრაგმენტია. დისკუსია უნდა ხდებოდეს პერსონალურად ერთმანეთში, კულისებს მიღმა, დისკუსია უნდა ხდებოდეს საზოგადოებასთან, რატომღაც აუმრჩეველია, საერთოდ არავის არ აინტერესებს ამ პროცესში. არსად, არც ერთ რიტორიკაში ჩვენ ვერ ხედავთ ადამიანებს, ხო? და ჩვენ თითქოს არ ვარსებობთ და უბრალოდ ვართ საშუალებები ვიღაცის ძალაუფლების ფორმირების და შევძლებთ თუ არა მარტო ამ კუთხით ავართ საინტერესო და ეს ძალიან დაამცირებელია ჩემთვის როგორც საშუალო სტატისტიკური მოქალაქის განცდით. ამიტომ დისკუსია მაშინ არის დისკუსია, თუ ის იღებს ჯელობის საგანს და არა მტკიცების. ჩვენ რასაც ვხედავთ, ერთი ნაწილი ერთ სამტკიცებს, მეორეს პარალელურად ერთმანეთთან ვერ ახლოვდებიან, პარალელურად ლაპარაკობენ ერთობაზე, პარალელურად სიძულვილს იყენებენ ერთმანეთთან მიმართებაში და პარალელურად ინდივიდუალურადაც არ იციან, არც ერთ პერსპექტივა არ აქვთ. ამას გარდა არჩევნების გზა თუ არის გულებელყოფილი, ალტერნატიული გზების პერსპექტივა რეალისტური პრაქტიკულად არ არის და ერთადერთ პრაქტიკული არაღად რჩება საგარეო ზეწოლების შედეგად ხელისუფლების ჩამოშლა, რომელიც ასე მარტივად არ ხდება, რომელიც ძალიან დოზა ხდება და ფაქტის დონეზე კიდევ ხედავთ იმას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქართული ოცნების ძალაუფლება კიდევ უფრო ტოტალიტარული გახდა, კიდევ უფრო მძაფრი, მდევნელი, დიქტატორული, მიიღო ჯერჯერობით ძალიან მცირე ელემენტები, მაგრამ ტირანიული ელემენტებიც კი გაჩნდა უკვე. ამ შეფასებაში ძალიან ფრთხილი ვარ, მაგრამ გაჩნდა ეს ელემენტები. ანუ ხედავთ, რომ დღითიდღე ძალაუფლება ეგრეთ წოდებული ხელისუფლების სახით უფრო და უფრო მძიმე ხდება, უფრო და უფრო დევნის ყველას, ვინც კი არ ითანხმება, მაგრამ პოტენციური ალტერნატივები საერთოდ არის ან აგონიაში, რომლებსაც არანაირი წინააღმდეგობის რესურსი არ აქვთ, ვისაც წინააღმდეგობის რესურსი აქვთ, ისინი იდევნებიან და დანარჩენ ნაწილში კიდევ ესეც რაღაცა დოზით რუტინა ხდება. აი ეს არის ესე ვთქვათ ზოგადი სურათი. გასაგებია, მადლობა არჩილ, მადლობა თქვენი საინტერესო შეფასებებისთვის, როგორც ყოველთვის. არჩილ გამზარდია, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, საუბრობდა ჩვენს ეთერში ოპოზიციის სტრატეგიებისა და მათი შეცდომების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. ასეთი იყო დღევანდელი მთავარი აჭარაში და მთავარი თემები ერთმანეთს კვლავ სამშაბათს ისევ 21 საათზე შევხვდებით. მე სწორედ ამ დროებით გემშვიდობებით.